ყველაფერს მე ხოთილი აქ უნდა იყოს ბიჭო. გეუბნების 300-მდე გაგას. დღეს F90 M5-თან ტესტავთ, ალბათ ორთან, მაგრამ ერთი უეჭველი ვიცით იქიდან გამომდინარე, რომ მაგ ერთმა ყველას გაასწრო გუშინდა. შესაბამისად, ყველაზე ჩქარი F90-ის სტატუსი ჩვენ უნდა დავიცვათ ახლა საქართველოში და რავი, ჩვენ ვთვლით და მე ვთვლი, რომ ვარ ყველაზე ჩქარი F90 M5 სტოკ ტურბოში, სტოკ, ძრავითაც, რა მოდი ძრავით ჩავთვალოთ რა. თავარია სტოკ ტურბოში და მაქსიმალურად შევესწრები, რომ ეგ სტატუსი დავიცვათ. რაც შეეხება M6-ების წინა ვიდეოს კომენტარებიდან დაწყებული, ნახვებიდან დამთავრებული, აი ძალიან დიდი მადლობელი ვარ თქვენით, ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ ესეთი თბილი კომენტარები დაგვიწერეთ და არ მიიღეთ ეგ გაზავი როგორც რაღაცა დაშავებად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ბევრს გაზავთ და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ზოგადად ბანძე ყოფნის გაზავისაც და შესაბამისად მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ უსაფრთხოდ. კი, მესმის რომ რაღაცებს ვარღვევთ, მაგრამ ცოტა თუ არ დაარღვია, ისი არ გამოდის არაფერი და ეს არის ჩვენი ყოველდღიური გართობა, ჩვენი ყოველდღიური სიყვარული და ზუსტად მაგ სიყვარულის კიდევ ერთხელ დამატებით შესაძენად მივდივართ ეხლა და მაგ ყველაფერს თქვენს გაგიზიარებთ, ამ ყველანაირი ემოციას, რასაც ჩვენ მივიღებთ რეალურად დღეს, იმედია, რავი, ეს თვითონ დაგვაცლის მაგ ყველაფერს და შედგება ზაეზდები და გიოც იქნება, რავი, სულავაც იქნება, შოთაც იქნება, ბლეფ ნომრებით როდესაც მაგ შოთაზე საუბრობ. რავი, ძალიან ბევრი ბიჭები იქნებიან, ძალიან ბევრი გაზები იქნება და ძალიან ბევრი ზაეზდები იქნება რა. აღარ მოგაწყენთ ეხა თავს, პირდაპირ რუსთავიდანვე ჩაგერთვებით ჩვენ ბესიკასთან ერთად, იმიტომ რომ ბესიკა დარწმუნებულიო, რომ ძალიან მაგარ კადრებს აიღებს ეხლა რუსთავის ბანკს. დავით. Dusk till dawn, I turn my speakers on. Why they wanna play with the king? I told them meet LeBron. There's darkness in my city, wrong moves, and you won't see the sun. They be talking loud, but never been where the creatures hunt. And bleed for this dream, so why your eyes closed? იმთან დაჭერა რომ მინდა ჩვენ ძმასთან, აგერ ბატონ მოხესთან დაჭერა რომ მინდა. ყველაფერს ხო იცი, სადაც ბაზარი არა, ძმა, დაჭერა რომ მინდა. მაშინ ამას არ ცალია. მაშინ ამას არ ცალია, ძმა. აი მოიცადე ეხა შევთანხმდით მაშინ თუ ეგრეა რა შენ როდის გცალია ძმაო მე სუმცალია შენ როდის გცალია დასაჭერად მოხე არ ვლაპარაკობ სპეციალურად ეგრე იმიტომ რომ ჩვენი ხარ და მაშინ გინდა ვთქვა ყველაფერი რამდენი დაგირაკე იმდენი მანქანა ყავს დაშვილი ძმა ღამის 11 საათზე ღამის არა დაგიშლია საგაზაოთ არა ძმა ღამის 11 საათზე მირეკავ გაგუდული ვარ სახში ხოდა ბანზი არ ხარო? ხოდა ბანზე ვაფშე არ ვიცოდი. აი, რა მე გეტყვით რა უნდა ქნათ. ეხა ყველაზე მარტივი გამოსავალი. არა შენ გატირე. შენი მანქანა ხო ხოძეა? იასნა. შენი მანქანა სადღა ხო ხოძეა? შენი მანქანა ხოძეა. წერომაში არ წვიმს თვა. წავედი? всё. ვისაც დაჭერაო. ეხა აქაც მოიცადე ბიჭებთან გადავწყვიტოთ ერთად. იქეთ თუ მივდივართ, ყველამ წავიდეთ და ჩვენც და ყველამ დავაჭიროთ ძმა. ხოდა გამაგებია თუ რაიმე გავივლე ეგრევე სპირტს ჩავასხო მანქანაში და გავივლე. ეხა სპირტი ისა ხო იცოდი მოვდიოდი რატო არ წამოვიდი? მე მოგცემ სპირტს, ნო არა. თქვენი ზაეზდი ოღონდ შედგეს და მე ბენზინი მოგცემ. გინდა დაგიჭი 8000-იანი მანქანაზე. ბენზინი სპირტი რატო არ აჭერ ბენზინი? დაამნიშნო ბენზინი მე ბენზინი დავაჭერ ბენზინი სპირტი უნდა და აუ თუ არ მიჭერ თქვი იმაში მავა არა ძმა მაშინ ვიჭერ ძმა მე ვასხა მანქანაში სპირტს ჩავასხი სპირტი და არ ვასხა მე უსპირტად ვარ ბენზინი სადგე ბენზინი Toyota Prius არ მაგ ბენზინის ნაშროიკა ძმა და რატო არ აჭერ ბენზინს? არ მინდა სპირტის უნდა დავაჭერ აქ მე ვიჯექ შენ მანქანაზე ქონდა ეხლა არ არის როდის იჭერ ვიჯექ ამ წინას თემკაზე რო ჩამოვიდა მაშინ ვაფშე ტურბოც არ ეყედა მიკროფონის სტუდიაში. არ მიჭერს რა უკვე ერთი როგორ არ გიძახან არ შევთანხმდით. არა ბენზინი არ მიჭერს ჩავასხა მანქანაში სპირტს ხო ასხამ შენ? ვასხა მაგრამ ბენზინითაც დამიჭერა სპირტითაც დაუჭერ სპირტით დავაჭიროთ და მე ბენზინით ან ჯერ ბენზინით და მე ორივე დავაჭირო შენ კიდე რა. ვაჭერ სპირტი ძმა ორივე იმითაც ბენზინითაც სადე. ეხა გავივლი არა ძმა
ეხა ბენზინით რო დავაჭირო, მე სპირტი რო ჩავასხა, ერთი 10 ჯერ ბანზე უნდა ავიარო, ჩამოვიარო, რო გადამიზარდო. ვიარო დილამდე რა უჭირს ახლა. დილამდე ნახალი ოპერაციები ვარ თირკმელები. ეხა ჩავა, არა, მე ხო მაშინ მოიხოდე კარგად და მე გამოდი. სპირტს ჩავასხა. აი რა მოიხოდე, მოიცა, ვიქული ზაიზდი შედგა, ორი აკახარცვა, მოიხოდე. სპირტს ჩავასხა მანქანაში. ხო. და ჩავა წეროში. გაუშვოთ 300 ბოლომდე. 300 არ ვიცი ჩემ მანქანა მიდის თუ არა. რამდენსაც წავა? 180 Subaru-სავი რატო არის ის არის 260 არაწერია მის სპიდომეტრში. რამდენსაც წავა ჩემი მანქანა მანამდე გიჭირ. 1 280 ხო წავა? 280 ყველა პონჩი. 300-ად წავა. რამდენსაც წავა მანქანა და გიჭირ. 300-ად წავა ჩვეულებრივ. გავიგოთ ეხლა თუ წეროვანში კაი ამინდია, ოღონ მართლა ხუმრობის გარეშე ვიძახი. მანქანა კარგად ისი ძალიან როგორ გამომყავს, ტყუილა ვერ გამოვიყვან თუ კაი ამინდი არა და ამის მანქანა უკანავე დუშია. ვერ დავაჭერ. ხოძე ხო ყავს მანქანა. კი. ხოძე ხო ყავს. მანქანა სიო, ეხა ამინდს გავარკვევთ და დავაჭერ. ამინდი გავარკვევ თუ კაი ამინდია წამოვიდა. ხო. იქით ვაფშე აღარაც ვიქცე და შრებაო. სიო რა. 15 წუთი გავჩერდე. აშვები თუ ყველაფერი კარგად იქნება, აქ დავაჭრო. თუ არა და 15 წუთი გავუწავლი. რა შევიდა წეროვანში მივიდივარ. სავარაუდოდ 99%, იმიტომ რომ იქეთ უკვე მშრალია და სანამ აკაჩდება 2 საათი უნდა რა და მაგორ საათში უკვე გაზავსაც მოვაწევ და სახში მისვრასაც და ჭამასაც. რუსთავში წვიმს გადაიღო ოდნავ ცოტა წინწკლები არის მაინც რა და წეროვანში დავრეკეთ გიოსთან სულავასთან იმენა გამშრალია ბანი თავიდან ბოლომდე და ეხა მივდივართ წეროვანში რა რუსთავში აღარ დავაჭერთ ჩავალთ წეროვანში და იქედან უკვე ჩაგერთვებით ძალიან მაგარი ზაიზდებით ჩემო მეგობრებო დაგველოდეთ არ გადაახვიოთ რადგან წინ ძალიან ბევრი მაგარი ზაიზდი გელოდებათ ვიდეო რომ რატო გადაიფიქრე გამოაღე კარები სპირტის სავსე მოვედი. ბიჭო ხო კაი გააქვს სავსეო არ ბენზინზე არ დავაჭერო და სპირტი წამოვიღე 20 ლიტრა წამოვიღე მეტი რამე ეხა უნდა გააღო და მართლა სპირტი რო ედოს 68 ამას ალაპარაკო მიეცი და ჩემიდე სავსე ესე მოდიოდი თათილი აღარ იყო მაგრამ ჩამოვიდე უეჭველი ეხა ვიღაცის სპირტი მოიტანე ბიჭაძის რუსთავი და ხო გამოვდიოდი ხო ესე მივედი და ძია მეთქი მანქანა წამოვიყვანა თქო არა ბიჭო არა ბიჭო არ წამოვიყვანა არ წამოვიყვანა მანქანაში სავსე მაქვს სპირტით კაროჩე ეხა მომითხრე არ დავაჭერო ბენზინზე უნდა კიდე ემპიატებით ხო დავაჭერთ ეხა რა მერე წავალ და მე ჩამოვიყვან მაგ მანქანას რა მე და შენ დავა აი რა 11 2-ია უკვე ძმა 11 ინისი არის უკვე არის ნუგო წადი ჩამოვიყვანე მაგ აი ეხა მე გადავიდე მიდი დავა მე გადავე ბიჭო ჩამოვიყვან ო აბა რა უნდა კნა ძმა და ჭერ ჩამოვიყვანო ხო თუ არ ჩამოვიყვანო ძმაო და წაღანავს კი მომდიოდი მეთქი მანქანა აი რა გაგდეს ხო აი მე ელიავას და იმას TSL-ო თუ რა ქვია ყველას ერთად უნდა გაგახსნათ ეგ ძალიან დიდი სიტყვა თქვა ეხლა არა ვერ გაასწრებს ვერასდროს სანამ რაღაცას ახდება ვეღარა წერეთ არა ჩქარია ძმა მაღალში მიდის ეხლა მე მასწავლი ძმა რამდენი დადიხარ 200-250 გეუნი არაფერს რამდენი დადიხარ არ გეტყვი არაფერს არ მოხოდეთ მე მოხოდილია დგას რას არაფერს მეწოდე ბიჭო აქ უნდა იყოს ბიჭო აუ ბიჭო სადახარ ამის ალაპარაკო რო გახადე მოდი აქ ერთ ეხო ვიცი მოხეს მანქანა რასაც დადის შენც ხო იცი ვერ გას ხტები რო შეცვალეთ იცის ხო ვიცი ძმა ვერ გას მომისმინე ერთი წამი მაგ მანქანას გეუნები დღესვე შეუძლია სამიანი 100 ევროში გამოაჩინოს შეუძლია და გამოვაჩენინებ თუ საჭირო იქნება გამოაჩენინე კი არა გამოჩენა თუ კიდე ორიანი გამოაჩენე ბიჭო სხვა რაღაცა ზოხსნი ეხლა ამას გამოჩენები რაღაც არა მე შენ დაგიჭერ გინდა 100-დან გინდა 110-დან გინდა 80-დან გინდა 0-დან და გეუნები 300-მდე გაგასწრე ვერ გამასწრე მიდი დამელოდე ვერ გამასწრე დამელოდე ზღვა დაგანახებ აი კარგად დაიმახსე ამას მე გადავიღებ ხარ ნახა
ხოთე. შენი ბრალია. ჩემი? ხო. და? ზამოგიარო ეგდო 2 საათი. არა, იმის მერე ხომ მოვდიოდი ვაფშე არ ჭირდა არაფერი. აი, წავიღავი. აქ ისე მოვედი, ანუ რუსთავიდან აქ ვაფშე. ნახოთ რასო, თუ აზრი. არა, თუ ჩეკიანთია და რამე ისეთ შეცდომა რა აზრი. დავაჭირო ავტო წავიდე გავტესტო? ხო. აი ახლა სპირტი გავაზავეთ რა. ჩავასხით და ერთ გავლას გავვლი 100-ს გავტესტავ როგორ დადის. და თუ ისე დადის როგორც საჭიროა და ჩვენ გვინდა, მე უკვე ჩავლებოთ დავაჭერთ ვიჭებთან რა. მოვალ ცოტა ხანში. აკო, უკან კამერა გაწმინდეს მოვას გაბცე ვაფშე ვერ ხედა. რა გიჩვენოთ? ვაჭერ, დაჭერ. რამდენზეა ტრაქში? 78. ერთი გაიარა. ზოდია ხო? ძალიან ბევრია. ჰა? ძალიან ბევრი. 5-1? ხო. მე მგონი ის 1 და 7 ხო არ გადავაწეროთ იმაზე დაფრინავს რა. ლოგია იღე. კი. სიომაში. მოდი ხარ ერთხელ რომ დავაჭირო. საცავი. რამდენს ტრიალებს ის მანქანა? 7. სიო. მოდი ხარ? მიდი მაღანა. ლოგია იღე. კი, ორი. რამდენი კილო? 94. Pani jak na dakto od drive-ზე ძმა. 100 კილო რომ მოგვიდეს, რამდენია? 0.3 ხო. არიდიაში. ხო? კი იქნება, მოეჭვენ. აი ახლა 5-3-ში რო გავიარო რა. ჩათვალე შენ რო გადმოხვალ 5-იან გამოსულია ეს მანქანა მასიონის. მაგრამ ჩვენ რას მე უფრო გვაინტერესებდა რაღაც თითქოს 200 მეტრი ჩერდება ეს. მესამე ეს 7 ტრიალებს ხო? ხო. ვიდაუდა შეუსვათ. ხო. ბიჭო. ის პოდკასტი. ის სახები. აბელურად დადეს 5-4-ს რა. მანქანა იმენა სტაბილურია. 5-4-ებს მეჭდავს. ოდებში პიესანი გოდოლოდაში ჩუქება. ხარაში. კაი. გადავაწეროთ ან. მინდი ლოგი გაუგზავნე, მე რაც ავიღე ხა და ნასტროიკა აქვს ჩაგდებული და ეგ გადავაწეროთ. ეს ლოგები ხო ჩანეკდა და იგივე იქნება. მე ხა ავიღე მარტო და მაგიტო. კაი, მიდი გადავაწეროთ ეხლა რაც გამოვაგზავნა. კაროჩი მაქსიმალურად გავასწორეთ დღეს DA რადგან წვიმა იყო პიზდეცია იმენა 850-900 უტყამს შესაბამისად DA რაც უფრო მაღალია მანქანები ვერ დადის ეხა მარტივად რო გითხრათ რა 100-200 მანქანა როცა დადის 300 როცა არის DA მაგალითად 4-8-ში 850-900 როცა 5-5-1-ში დადის ხოლმე და ჩვენ 2-3-ჯერ გადავაწერეთ რაღაცა ნასტროიკა შესაბამის DA-ს მოვარგეთ ну, ძალიან არ გავიმეტეთ, არ გავწურეთ სტოპი ძრავი და შევესწრებით მაქსიმალურად რომ ეხლა რავი ვაჯობოთ ბიჭებს რა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ბიჭებს ვაჯობოთ და
რავი, მედია დღესაც გამოგვივა. თუ არ გამოგვივა, გულით არ დავწყდება, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში გითხარით, ეს ზაიზდები და ეს მოგონებები არის სიყვარულის მხოლოდ რა. ჩვენ ესე ვართ ხოლმე რა, ჭინჭყლაოთ, გამართოთ, მაგრამ საბოლოოდ ვეხუტებით ყველა ერთმანეთს და თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად ეხა მისი ამოვნებთ მაგარი ზაიზდებით. F-90 M5-ები, საქართველოში ყველაზე ჩქარები დღეს ხვდებით. გადატენილები ბოლომდე. გადატენილები, ხო. იდეაში 42985-ში გავიარე მე და მაგათმა 402 გაიარეს 98-4-ში, ანუ 985-ში გავიარე და 984-ში გაიარეს და ორი ბაევოი F-90 M5, რავი. ჩვენ შორის გამარჯვებული იქნება ყველაზე ჩქარი F-90 M5 დარწმუნებული ვარ საქართველოში რა. ეს გადაწყდება ეგრეთ. ერთად ვნახოთ რა მოხდება. აბარა მოდი ბიჭო, მოდი მაღალი, აუ გაჩერდა. არა, აზრი არა. აგრად გაჩერდა თან. იმენა გაჩერდა ძმა. აუ რატო არ გაიტანა არა და აუ ბიჭო მაღალი. აი იმენა მივდიოდი ძმა და რავი ეხა. მივდიოდით რა ეგრე მაიგეც მაგრამ მოდიოდა მაგრამ იმენა მე-6-ში. Why they wanna play with the king? I told them meet LeBron, there's darkness in my city, wrong moves and you won't see the sun. They be talking loud but never been what ვახტურად თვითონ და ვერ მე-6-ში წავედი რა რაღაცა მოვიდო ვერ მგის. გაჩერდა. მე-6-ში გაჩერდა ვაფშე. იმენა კოლოფმა ავარიულში ჩავარდოთ რა გააკეთა რაღაცა შეზღუდვები ჩართავ ავტომ და ონის ეს მანქანაშიაო ჩემი კომპიუტერია. ხო და ამოვა ალბათ სავარაუდოდ და გაუთიშავს ვაფშე რა. მაგარი, აგერ ჩვენ გვაქვს. აღლები ვერ წავედი. ხო აი სადაც უნდა ემი სადაც უნდა მიდოდეს იქ ვერ წავედი. ქალაქის მაპზია მეგობარო. ოხის მაფსი. საფო კალაკო მაფსი. ბიჭო რა ხდება და ზაიზდი მაგარი იყო, იმენა რომნი ზაიზდი იყო, პრო სადაც უნდა წავსულიყავით, მაღლები ვერ წავედი. იქენა გამომდინარე ამ მანქანაზე ავარიულს ჩავარდა, რაღაცა შეზღუდვები ჩართო კოლოფმა და ეხა მაქსიმალურად გაუთიშავთ მაგ და დავიდან დავა. გვერდი ვიარეთ. უკვე დაიძაბა თან მაგრად. იასნა ბიჭო ეგეთი მიყვარ ზაიზდი. ხავარ. მაგარი ზაიზდია. ერთი ორი სამი. გამაჩერდა კიდე რაღაცა. დაჭერა დაგასრო თან, ვერ დააჭირე, ძალიან გვიან გაიბუსტე. ხო. და რაღაცამ გამაჩერა. მიდი ერთიც თქო უთხარი რა. ხო, მაგრამ აქედან გზა არ გვეყოფა. რენჯიც არ გვაქვს. და შენ ვერ იგზენი რომ ეს ანუ რო დააჭირე, არ იყო ცოტა ხანი ბუსტე რაღაც წამის მიასწედები და მერე წავი. არა, გადავრთე. მერე იმენა მერე გამაჩერა რა. რაღაც მომენტში გამაჩერა და მერე წავიდა. შეიძლება აი საწვავის ბრალია და ჩავასხათ ჯობია რა. არ ვიცი. 35 წელს საწვავი და ჩავასხათ. აი, ჯობია რა. მეც მაგიტო ვფიქრობ რომ მაგიტო გაჩერდა ალბათ. მაგრამ მაგარი ზაიზდი იყო, მაგრამ მაგარი.
ეხა მესამე და რო გადავთე მეოთხე, აი იქ გამაჩერა რა. წეღან იქედა რო დავაჭირეთ იქეთ რა. ვაფშე არ გაუჩერებილა. წინა ვერსია აჯობებს მაშინ. აღობ. დავაი მიდი გადააწერე და. მაგარი. არა. ეხა კი, ეხა ძმა გაჩერდა. იქიდან რომნი და დავდივართ. ამაზე ის არის რესტაილინგის არის. არა. ზაიზდი. შემაქან ხوار დაუჭირე. მაგას ვეუბნეოდი გულს. აუ დაუჭიროთ არა პრობლემა. აბა რას მას ყვევინოთ ამ? კი როგორ არის? ხო გვაქვს. ბიჭო, მომისმინე ერთ წამ. გესმის? წავალე. მომისმინე. უყურე. იმიდან კასპში რო დავაჭირეთ, კასპში. კარებთან მედგა ცხვირით რა. იმენა ეგრე მივდიოდი და მე-6-ე მივეცი თუ არა გავჩერდი. რაფერ გავჩერდი? იცი იმენა 5 კორპუსი გამიარა ეგრევე და მე წამოდგა ის. ნახოთ ერთი ზაიზდი. მე რო გადავაწერეთ, იქ აღარ დაგვიჭერია, ჩამოვედით წეროვანში რა და წეროვანში წეღან აქედა თბილისის მიმართულებით რაც დავაჭირეთ, პაჭტი 300 დავკეტეთ და რომნათ მივდიოდით რა. და რო ამოვტრიალდით. აქეთ ეხა ამ ზაეზზე რა. ბენზინი ანთია, მაგრამ ანუ არ უნდა იქნა რა. მესამედან მე-4-ში რო გადავრთე, მერე გამაჩერდა. იმენა კიდე გამაჩერა ბიჭო. და არ ლიმიტებს და ეგ არის რა. იმენა მე-4-ში მაგრამ იგზნობა იმენა რო გაჩერებს რა. მაგრამ დავანებოთ ამანქანას თავი მგონი ჯობია რა. თუ გატესტვა იმით გაუწეს. აი ეხა ის ხო გააჩერა რაღაცა, მაგიტო გაჩერდნენ. ხო ან საწვავმა გააჩერა რაღაცამ დაალიმიტა. აი ხო, აი ეგრე გადის ჩვენთან შენ ძმობას ვიზა ეხა. ზაეზდია რა ძმა ეხა. აკრავი ამის კოლოფს არ ვიცი რა მე აჭირს. ბიჭო რაღაცა ალიმიტებს რა, ან კოლოფი ან ლიმიტებს, ან რაღაც აბაროტი შეზღუდვა ერთო, იმიტომ რომ აი სადღაც 6:30-ზე გამაჩერებს მომენტალურად და მე ისევ წამოდგება და წავღა რა. ერთი ზაეზდი სადაც კარგად ბოლომდე არაფერს არ დაულიმიტებებ, რომნათ ვიარეთ 300-მდე და დანარჩენზე ერთზე მე-6-ში გამაჩერა, მაგ უეჭველი კოლოფი იყო, იმიტომ რომ იმენა იგზნობოდა და ეხა ბოლო ზაეზზე მე-3-დან მე-4-ში გამაჩერა სადღაც 6:30, 6 და 7-ზე. ამ ნიშნულობა აქვს, ფაქტია რომ დღეს ეგ მანქანა ჯანზია, ძმა. დღეს იმენა ეგ მანქანა ჯანზია. იქიდან გამომდინარე ჩვენ არა ვართ მომზადებული წესიერად რა. ეხა უნდა ავდგეთ და წესიერად მოვამზადოთ ეს მანქანა და დაწყნარებულზე გამოვიდეთ. კოლოფიც გავტესტოთ, ძმა. ეგ ლიმიტერები ყველაფერი უნდა გავტესტოთ და რომ ოკეი იქნება ყველაფერი დაურეკავთ ბიჭებს და კიდე გამოვლენ და დავაჭერთ. ნახავდით ძალიან ბევრ გარბენებს, ნახავდით მანქანას. ეხა არ დავიწყებთ, ნუ აქ პრობლემები ჩვენი ბრალია იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ კოლოფი გავაკეთეთ, სეპლენები შევცვალეთ, საერთოდ არ გაგვიტესტია, პირდაპირ გამოვედი და დავაჭირეთ. დღეის მდგომარეობით ბიჭები მაგარ ჯანზე არიან, საღოლ უპრობლემოდ მოვიდნენ, უპრობლემოდ წავიდნენ. კარგად დადიან და ჩვენ არ დავტოვებთ ამ ზაესს ესე, ჩვენ პირველობისთვის მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად შემოგთავაზებთ კიდევ მომდევნო ვიდეოში M5-ების ჯახს, რადგან ეს ზაეზდი არ დამთავრებულა, როგორც გითხარით, მანქანა პრობლემებშია, მოვაგვარებთ ყველაფერს. ამაზეც მეორე M5-ზეც და ორივე მანქანით დავაჭერთ და რავი კიდევ ძალიან ბევრ ზაეზდებს შემოგთავაზებთ. რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს დასასრულს მივუახლოვ და თქვენ კიდე გამოიწერეთ არხი, გადააზიარეთ, დააკომენტარეთ და მე კიდე გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე.